ევროპის ჩემპიონატი გრძელდება. ჩვენ კი ვაგრძელებთ ჩვენი ქართული ძუდოისტების თვალყურის დევნას. დღევანდელი ჩვენი ვიდეოს გმირი, როგორც უკვე მიხვდით, დატო გრიგალაშვილი. მეორე ადგილი დაიკავა ევროპის ჩემპიონატზე. სულტად ყველა შანსი ჰქონდა მას გამარჯვების, თუმცა ფინალში დაუშვა ერთ შეცდომად და შემდეგ უკვე ვეღარ გამოასწორა, ასე ვთქვათ. ვეღარ იყო დრო, ჭკვიანი ოპონენტი შეხვდა და არ მისცა ოპონენტმა საშუალება, რომ ეს შეცდომა გამოესწორა. ამას ფინალში ნახავთ. ახლა კი პირველი მის ჭიდაობა დაიწყო 1/32 ფინალიდან. მას შეხვდა ვლადისლავ კავალიოვი, უკრაინელი ძუდოისტი, უკრაინელი სპორტსმენი. ამ მომენტში ვხედავთ კოსოტო გარი უახერხა და მოიპოვა იუკო. ამ დროისათვის ორი ყვითელი ბარათი აქვს დატოს, ერთი მის ოპონენტს და იუკოთი იმარჯვებს დატო. გადადის ჭიდაობა პარტერში. ძილებს კინეულზე გადავიდეს, მაგრამ ოპონენტი არ აძლევს მას საშუალებას და ორი წამი. და შემდეგი მისი ოპონენტი ჩეხეთის წარმომადგენელი ძუდოისტი 24 წლის სობოდა იანი. რა ვიცით ამ ძუდოისტზე? კონტინენტური ჩემპიონატში ერთი ბრინჯაო აქვს მოპოვებული და კონტინენტური თასი, ოქრო და ერთი ვერცხლი. დიდი აქტივობა არ ყოფილა ამ შეხვედრაში. ძირითადად გდებებს ცდილობდა დატო, ჰქონდა მომენტები, მაგრამ ახერხებდა ოპონენტი, რომ წასულიყო, როგორც ხედავთ, მორიგი მცდელობა, მაგრამ მეტოქი ახერხებს აირიდოს თავიდან. მიმდინარეობს მეორე დღე ჩემპიონატის. მოულოდნელობებით სავსე იყო ეს დღე, სამწუხაროდ ჩვენი ძუდოისტები დამარცხდნენ. ბევრი ჩვენი ძუდოისტი დამარცხდა დღეს, მაგრამ არ აუშავს შემდეგში უკეთესად გამოიჩინონ თავს. და კოსოტო გარი შესრულება. მოიპოვეთ იპონი და გადავედით მეოთხედ ფინალში. მეოთხედ ფინალში დატოს შეხვდა ბულგარელი სპორტსმენი ქრისტო ვოლკოვი. რა მიღწევები აქვს დღეისათვის, ესე იგი დატო გრიგალაშვილს? ოლიმპიური თამაშების პრიზიორი მეორე ადგილი დაიკავა. მსოფლიო ჩემპიონატზე 3 ოქრო, 1 ვერცხლი, 2 ბრინჯაო, მასტერსი 2 ოქრო, 1 ბრინჯაო, გრანდსლამები უამრავი, კონტინენტალური უამრავი, აღარ ჩამოთვლი, ასევე გრან-პრიქსები. ძალიან ტიტულოვანი სპორტსმენი ყავს. ახლა ალბათ თელმა საქართველოს მიცის, რომ ეს ესია, მაგრამ შეიძლება ვინმე იყოს, ვინც არ იცის, ამიტომ დატო არის დღესდღეობით ერთ-ერთი თავარი სახე მსოფლიო
არენაზე, რომელიც ასპარეზობს საქართველოს სახელით. უდიდესი როლი აქვს ამ სპორტსმენს საქართველოს ასე ვთქვათ წარმოჩენაში სოფლიო ატამზე. აქ ხედავთ შიდა მიიღო სპორტსმენმა ჩავლება გაინთავისუფლა ხელი დატომ და იპონი მეგობრებო ულამაზესი შესრულება და ტატო გრიგოლაშვილი გადადის ნახევარფინალში. ნახევარფინალში მას შეხვდა ცკაევ ზელიმი, აზერბაიჯანელის ძუდოისტი. ძალიან წარმატებული წელი ჰქონდა 20-24 დაწყებდა 20-25-ის წლის დასაწყისი ასევე. აი გადავხედოთ მაგალითად ბაკუ გრანდსლამი 20-24 პირველი ადგილი. აბუ-დაბი გრანდსლამი 20-24 პირველი ადგილი, მას შემდეგ ბაკუ გრანდსლამი ისევ 25, რომელიც ჩატარდა 14 თებერვალს პირველი ადგილი და ევროპის ჩემპიონატზე წააგო ახლა ტატოსთან, რა თქმა უნდა, მაგრამ მესამე ადგილი დაიკავა. გახდა ბრინჯაოს პრიზიორი ამ ევროპის ჩემპიონატზე. სავარაუდოდ ვიხილავთ ამ სპორტსმენს სოფლიოზე. რადგან ძალიან კარგი სტარტი აქვს აღებული და ჯერა რომ სოფლიოზე თავს კიდევ გამოიჩინოს აუცილებლად. თომ დავაკვირდეთ. მეგობრებო, მინდა გთხოვოთ, გამოიწეროთ ჩემი არხი. დაგვილაიქოთ ვიდეოები, უყუროთ ბოლომდე, რა თქმა უნდა და შეძლებთ დაგვარად გააზიაროთ მეგობრებში, სოციალურ ქსელებში, ძალიან დიდი მადლობელი დავრჩებით. ამ საქმისთვის ჩვენ არანაირი ანაზღაურება არ გვაქვს, უამრავი დრო მიაქვს და სულ რაღაც 2 თვია რაც ამ საქმით ვართ დაკავებულები და ვცდილობთ რომ რაც შეიძლება მაღალი ხარისხის კონტენტი მოგაწოდოთ. ჯერჯერობით კი მესმის რომ ამისათვის დრო დამჭირდება, მაგრამ საბოლოო ჯამში საქართველოს ძიუდოს დონის შესაფერის კონტენტს შემოგთავაზებთ. ძალიან მადლობა. დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის, ასევე უღრმესი მადლობა. ამ მომენტში ვხედავთ შეცდომა დაუშვა აზერბაიჯანელმა ძუდოისტმა, ეს რა თქმა უნდა გამოიყენა ტატომ და ტატო გრიგოლაშვილი გადადის ფინალში. ფინალში ტატოს შეხვდა თიმურ არბუზოვი. საკმაოდ საინტერესო ისტორია აქვს ამ ორ ძუდოისტს. ბოლო სამ შეხვედრაში, ბოლო სამჯერში რო შეხვდნენ, ну ეს მესამე შეხვედრა თუ ჩავთვლით. პირველი მათი შეხვედრა იყო მოიგო არბუზოვმა. შემდეგ რევანში აიღო ტატომ და დღეს ფინალში ისევ დაამარცხა არბუზოვი. ახალგაზრდა საკმაოდ ძლიერი და საინტერესო ძუდოისტია. თემურ არბუზოვი.
ვფიქრობ კიდევ არაერთხელ ვიხილავთ ამ ორ სპორტსმენს ფინალში. შეჭიდებულებს ერთმანეთთან რევანშისათვის. საინტერესო ჭიდაობა იყო, როგორც უკვე ვქვი, შეცდომა დაუშვა აქ ტატომ. მოიპოვა იუკო თემურ არბუზოვმა და შემდგომ უკვე პირველ წუთზე მოიპოვა იუკო და შემდგომ უკვე უბრალოდ საშუალება აღარ მისცა ტატოს, რომ განეხორციელებინა რაიმე გდება. ვიტყოდი ცოტათი არ იქცეოდა კიდევაც სწორედ, ანუ ძალიან ბევრს წვებოდა, არიდებდა თავს ჭიდაობას, რა თქმა უნდა, იცის ვისაც ეჭიდავება და იცის რომ შეცდომის დაშვების უფლება უბრალოდ არ აქვს, როცა ჭიდაობ ტატოსთან. რომ ძალიან მარტივად შეუძლია ამოიღოს ქულა და მოიგოს ეს შეხვედრა, ამიტომ მე ვხედავთ რასაც აკეთებს. მთელი დარჩენილი 3 წუთი აი ესეთ ტემპში გაიარა. ესე იგი, 3 შიდო იყო მიღებული ამ შეხვედრაში, 3-ვე მისცა მსაჯმა თემურ არბუზოვს, მაგრამ ერთი შიდო რატომაც დააკენსელეს, ისე ჩათვალეს, რომ არ იყო. თუ სწორედ მახსოვს, აი ეს მომენტი იყო, რომ შიდო მისცა მსაჯმა და შემდგომ დაკენსელდა ეს შიდო. და ესე სამწუხაროდ თორემ არა, ნამდვილად იმსახურებდა თემურ არბუზოვი, რომ მიეცეთ მესამე შიდო და დისკვალიფიცირებული ყოფილიყო ამ შეხვედრიდან. აი ხედავთ მთელი 3 წუთი, აი ესეთ ტემპში აქ უბრალოდ შანსი არ დაუტოვა. აი ეს იყო უკვე მესამე შიდო, თუმცა წეღა რაზეც ვთქვით, ის შიდო დაკენსელდა. ხო და ეს ოფიციალურად მეორე შიდო. დამთავრდა შეხვედრა. ბოლოსავ ტატო გრიგალაშვილს მეორე ადგილს არაუშავს, ვიცით რომ საუკეთესოა და გილოცავთ თქვენს უყველას, მეგობრებო, მადლობთ, შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.